რომში მარადიული ქალაქის ამ მარადიულ სიმბოლოსთან მახსენდება რა თქმა უნდა ქართული ფილმები, რომლებმაც მნიშვნელოვანი იტალიური ჯილდოები დაიმსახურეს სხვადასხვა დროს. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ თენგიზ აბულაძის ნატრის ხე დაჯილდოებულია დონატელოს დავითით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა და სხვათა შორის ახლაც კი გაიცემა. სულ ცოტა ხნის წინ სოფია ლორენმა მიიღო ის კინოში შეტანილი წვლილისთვის, ხოლო ნატრის ხემ ეს პრიზი დაიმსახურა უმაღლესი ესთეტიკისთვის. ეს განსაკუთრებული აღნიშვნა იყო და კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებდნენ ყაყაჩოების ველზე, იმ საოცარ ველზე, რომელიც ლომერ ახვლედიანის კამერამ თენგიზ აბულაძის ფილმში ასახა და სხვათა შორის ბევრმა არ იცის, რომ აბულაძეს არასდროს ქონია კოდაკის ფირი, უმაღლესი ხარისხის ფირი, რითაც იღებდნენ სხვადასხვა საბჭოთა რეჟისორები და შოსტკის ფირზე სვემა ძალიან დაბალი ხარისხის ფირზე მოხდა ამ ფილმის გადაღება. თურმე აი ამ ველს, ყაყაჩოების ველს ყოველ დღე და ორ დღეში ერთხელ ამჟღავნებდნენ, რომ ენახათ თუ როგორი იყო ის და ერთ-ერთ გამჟღავნებაზე, როცა კვლავ არ დაჯდა ფერი, თენგიზ აბულაძეს გმირთა მოედნიდან უნდა გაევლო გზა კინოსტუდიაში და ერთ-ერთ ჯერზე, არ ვიცი, მე-20 თუ 21-ად, როცა სულ სხვა ფერი იყო, ვფიქრობდიო, რომ აი ახლა ხო არ გადავხტე გზად მტკვარში იმ ხიდზე, რომელსაც ყოველ დღე გავდივარო, იმიტომ რომ ვერ აღწევდნენ აი ამ შედეგს და საბოლოოდ მართლა მათი აი ამ ოსტატობით მოახერხეს და ის ესთეტიკა შექმნეს, რამაც მსოფლიო აღიარება დაიმსახურა. და აი ეს ველი ყაყაჩოები, სადაც ცხენი კვდება, ეს ერთგვარად, რა თქმა უნდა, სიმბოლოა რუსეთის იმპერიაში იმ თავისუფლების, რომელიც იღუპება და საკმაოდ ტრაგიკული სცენებია ფილმში, გარდა იმ მთავარი სცენისა, რომელიც ყველამ ვიცით და ბევრი სიმბოლოა ჩადებული. გარდა ნატრის ხის აბულაძის ვედრება 1968 წელს გადაღებული, რომელმაც მართლა კინოში პოეზია გადაიღო ამ ფილმით აბულაძემ და გადაუხვია იმ ჟანრების მაგისტრალური გზიდან, რაც მანამდელ ფილმებში მაგდანას ლურჯაში ქონდა, რაც ქონდა სხვის შვილებში თუ მებებია ილიკო და ილარიონში და აბსოლუტურად შეიცვალა და სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა ქართული კინო. თუმცა საბჭოთა ცენზურებმა ვაჟა-ფშაველას კინოში ასახვა და თან ესეთი პოეტური ასახვა, რა თქმა უნდა, არ მოუწონეს. ფილმს მიანიჭეს მესამე კატეგორია, რაც პრაქტიკულად აკრძალვას ნიშნავდა. ეს ნიშნავდა, რომ მნიშვნელოვან კინოთეატრებში ეს ფილმი არ გამოვიდოდა და გადიოდა მხოლოდ კინოკლუბებში სხვადასხვა რეგიონის ქალაქის და როდესაც ქართველებმა გაიგეს, რომ აი ესეთი მნიშვნელოვანი ფილმი გადაიღო აბულაძემ, რომელიც არ არის მთავარ კინოთეატრებში, ავტობუსებს ქირაობდნენ, მიდიოდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და ასე ნახულობდნენ აი ამ ფილმს. და 10 წლის შემდეგ, უკვე 74 წელს, იტალიაში სან-რემოს საავტორო ფილმების ფესტივალის გრან-პრი მთავარი ჯილდო დაიმსახურა ვედრებამ და მართლაც როცა ეს ფილმი შეგხვდებათ, თენგიზ არჩვაძის საოცარი სახით, ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით და საოცარი ხმით, რომელიც არაჩვეულებრივად კითხულობს ამ ფილმში ვაჟეს, უნდა იცოდეთ, რომ აი ესეთი გზა გაიარა ამ კინონამუშევარმა. რაც შეეხება ამ ადგილს, რა თქმა უნდა, ტრევის შადრევანთან მახსენდება მე ფელინი, მისი დაუვიწყარი დოლჩე ვიტა, ტკბილი ცხოვრება, სხვათა შორის აი ამ შადრევანში უშუალო წყალში ჩასვლის უფლება თავის დროზე სწორედ ანიტ ეგბერგს მისცეს აი ამ ფილმის გადაღებისას, იმის გამო რომ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, წყლის ნაკადი არ გაუჩერებიათ და მოგვიანებით ეგბერგი იხსენებდა, რომ ძალიან ცივი იყო ეს წყალი, კანკალებდა ის, თუმცა აი ამ სიცივემ მითიური იერი შესწინა ამ სცენას და მსოფლიოში უამრავ ადამიანს გარდა იმ საოცრებისა, რაც ეს ვიზუალურად არის, ყველას ახსენდება ფელინის ეს ფილმი და ამ ფილმის სცენა, რომელიც მართლა დარჩა სამუდამოდ მეხსიერებაში. უნდა გითხრათ, რომ კაზანოვას გადაღებაზე ფელინის მოპარეს რამდენიმე ასეული მეტრი ფირი, სადაც მნიშვნელოვანი მასალები იყო ჩაწერილი და მოსთხოვეს ძალიან დიდი გამოსასყიდი. ფელინი მამაზე გაიცინა გულიანად და ხელახლა გადაიღო ეს სცენები. ესეთი იყო ეს ქალაქი, იმ ადამიანებით დასახლებული, რომლებიც მართლა ქმნიდნენ მსოფლიო კინოს და მე როგორც ყოველთვის და ყველგან აქაც მახსენდება ქართული კინოს ამბები, რომლებსაც გზადაგზა მოგიყვებით.